ყველა თავის ტკივილი არ არის უბრალოდ თავის ტკივილი, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშია, თუ ანევრიზმა გასკდა თავში, ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება დაიღუპოს. აქ არსებობს ოქროს ფანჯარა, როცა შეგვიძლია ვიმოქმედოთ, როცა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, გავარჩიოთ, როდის არის თავის ტკივილი ჩვეულებრივი და უსაფრთხო, თუნდაც შემაწუხებელი და ძლიერი და როდის არის თავის ტკივილი საშიში და გადაუდებელი, მაშინ როცა წუთებიც გადამწყვეტია. ზოგადად ადამიანის უმეტესობას განუცდია თავის ტკივილი, რა თქმა უნდა, და არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ან წელიწადში ერთხელ მაინც ტკივა ადამიანს თავი. ყველაზე ხშირი მიზეზი თავის ტკივილის არის დაძაბვის თავის ტკივილი, ან დაძაბვის მსგავსი თავის ტკივილი და რას ნიშნავს ეს? ეს არ არის საშიში, ეს ემართება ყველას. ასეთ თავის ტკივილის დროს კუნთები, კისრის კუნთები, ან თავის კუნთები, თავზეც გვაქვს ჩვენ აქ კუნთები, წვრილი თხელი, მაგრამ მაინც და იჭიმება, იკუმშება, რო იკუმშება, შეკუმშვის შედეგად მოიწყლდება არტერიები და მათი სისხლის მომარაგება მცირდება და ეს იწვევს უჟანგბადობას. უჟანგბადობა გზავნის ტვინში სიგნალს, რომ ადამიანს ტკივა თავი. არსებობს მეორეც, რომ მაგალითად სტრესის დროს, მექანიკური სტრესის დროს კუნთები ტვინში აგზავნიან სიგნალს და თავის ტვინი გადამეტებულად პასუხობს ამაზე, ან თავის ტვინს გადამეტებული რეაქცია აქვს ამაზე. ანუ თავის ტკივილი დაძაბვის თავის ტკივილის გამო ყველაზე ხშირია და ეს პროცესები არ ხდება ტვინში, რეალურად ეს ხდება აქ თავში. ჩვენს თავის გარედან ხდება ეგ ყველაფერი, ამიტომ საშიში არ არის. ესეთი თავის ტკივილი ძირითადად ორივე მხარეს აქვს და ადამიანი თქოს, რომ მოჭერი შეგნება მაქვს თავში, გეტყვის თვალების უკან ტკივა, მაგრამ აი ყრუთ მუდმივ მდებარე ტკივილია. შეიძლება კაიკისაშიც გითხრას დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს და ესე. ასეთი ტკივილი ნელ-ნელა საათების განმავლობაში ძლიერდება. ახლა ისეთი ნათქვამია, რაღაც სასწაული ტკივილი არ ახასიათებს, მაგრამ შემაწუხებელია. ეს ტკივილი არ უარესდება სიარულისას, ან ვარჯიშისას, ან კიბეებზე ასვლისას და ეს ტკივილი არ არის პულსირებადი, ან პულსირების მსგავსი შეგრძნება არ აქვს ადამიანს. უმეტესად ვითარდება ხოლმე დამღლელი დღის მერე, როცა დაძაბული ადამიანი, ეს დაძაბულობა, ემოციური დაძაბულობა და ფიზიკური დაძაბულობა გროვდება. სტრესის შემდგომ, როცა სტრესი გადაივლის უკვე და ადამიანი უკვე უკეთესად არის მაშინ. ასევე ხშირია, როცა უწევს ადამიანს კომპიუტერს ან მუშაობა დიდხანს, ცუდად ზის, თვალები გადაეღალა, დიდხანს უყურებს, დიდხანს კითხულობს და თვალები ამტკივდა, ან თავი ამტკივდა კითხვისგანო. ან როცა არ ისვენებს და მუდმივად მუშაობს ადამიანის საათების განმავლობაში, ან როცა ძილიაკლია, ეგ ყველაფერი იწვევს კუნთების დაძაბულობას, კუნთების სპაზმს და ბოლოს თავის ტკივილს, რაც ძალიან ხშირია. ამ დროს გამოსავალი არის, რომ უბრალოდ ადამიანმა დაისვენოს მასაჟები, კისრის ვარჯიშები, სითბო, ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს დადებითად, ჰიდრატაცია, სითხის მიღება, სიარული, ვარჯიში, გამაყუჩებლები შესაძლებელია, გამაყუჩებლებიდან ყველაზე ეფექტური და ხშირი ეს დაძაბვის თავის ტკივილის დროს უბრალოდ პარაცეტამოლი მაგალითად, ან შეიძლება იბუპროფენი, ან ნაპროქსენი, თუმცა როგორც წესი ძლიერი გამაყუჩებლები არ არის ხოლმე საჭირო, მსუბუქიც საკმარისია. პარაცეტამოლი 500-დან 1000 მილიგრამამდე, იბუპროფენი 200-დან 400 მილიგრამამდე. გაჩვენა რა დოზა ჭირდება ადამიანს, თუ დიდია ტანად ადამიანი და შეჩეულია ამ წამდეს 400 ჭირდება, თუ არა და 200 საკმარისია ხოლმე. ბევრი დამატებითი წამლები როგორც წესი საჭირო არ არის. შესაძლებელია იმ ადამიანებს, ვისაც აქვს
ქრონიკული თავის ტკივილები, ამიტრიპტილინი, მაგრამ როგორც წესი, მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. საკმარისი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ეს თავის ტკივილი რამე განსაკუთრებული არ არის. ყველა განიცდის, გადის თავისით, მთავარია რომ თავს გაუფრთხილდეთ ცოტა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე სახის თავის ტკივილი არის შაკიკი. შაკიკი უფრო სერიოზულია ვიდრე დაძაბვის თავის ტკივილი და მაგრამ ნაკლებად სერიოზულია ვიდრე მესამე თავის ტკივილი ანევრიზმა. შაკიკის დროს რა ხდება? შაკიკი ქონდა ლუარსაბი და დარეჯანსაც როგორც მახსოვს და ქალებს, ანუ იკონიკური იმიტოა, რომ ქალებს აქვთ ხოლმე ხშირად შაკიკი, შედარებით ვიდრე კაცებს, მაგრამ კაცებსაც აქვს. და შაკიკმა იცის ცალმხრივი თავის ტკივილი, რომელიც ფეთქავს. ანუ პულსირებადი თავის ტკივილი და ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ პულსირებს თავი. საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს და პრობლემურია, იმიტომ რომ ადამიანს ძალიან აწუხებთ და სიცოცხლის ხარისხზე მოქმედებს. მაგალითად, დაძაბვის თავის ტკივილის დროს თუ ადამიანი ჩვეულებრივ მუშაობს, ჩვეულებრივ აკეთებს ყველაფერს, შაკიკის დროს ასე არ არის. ანუ იმდან შეიძლება იყოს შეწუხებული ადამიანი, რომ დაწვეს და არ უნდადეს ადგომა, ვერ იმუშაოს. ახლა რა ხდება საქმე შაკიკის დროს, რანაირად ვითარდება შაკიკი? მოკლედ, ჩვენ გვაქვს ნერვები, იცით, და გვაქვს სამწვერა ნერვი, რომელიც სახეზე გამოდის. და სამწვერა ნერვის გაღიზიანება მიიჩნევა ძალიან მთავარ ტრიგერად, მოკლედ. და ეს ნერვის გაღიზიანება გამოყოფს CGRP-ს ეძახიან კალციტონინთან კალციტონის გენთან დაკავშირებული პეპტიდი, ესე ქვია. ეს მოლეკულებია, რომელსაც გამოყოფს და სუბსტანცია P, ესე ქვია კიდე, ამას გამოყოფს და ესენი იწვევენ ანთების პროვოცირებას, მოკლედ სისხლძარღვებში. სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლძარღვების გაფართოება და სისხლძარღვების თავის მხრივ გამოიმუშავებენ ანთების მედიატორებს, ეს ყველაფერი არის მტკივნეული. და ეს იმპულსი, ამ ტკივილის იმპულსი ვრცელდება მთელ თავზე, ან თავის ნახევარზე და ადამიანი გრძნობს ტკივილს. და ეს ტკივილი პულსირებს, იმიტომ რომ სისხლძარღვებიც პულსირებს. ანუ სისხლძარღვები პულსირებს, იმიტომ რომ გული მუშაობს, რომ მუშაობს, სისხლძარღვებიც იკუმშება, ფართოვდება და ეს გაფართოება შეკუმშვის პროცესია ადამიანს განიცდის როგორც პულსირება ტკივილს. ეს ტკივილი ძლიერდება სიარულის დროს, მოხრის დროს, სადმე რომ აცოცდება ადამიანი ძალას და ატანს. თავის ტკივილი შეიძლება ასოცირებული იყოს გულისრევასთან, ღებინებასთან, რატო ცენტრები არის ღებინების, გულისრევის, მხედველობის, სმენის და ღიზიანდება ეგენი და დამატებითი სტიმული რომ მისდის, მაგალითად ხმაურზე, სინათლეზე და შეიძლება ზედმეტად გაღიზიანდეს და თავის ამიტომ კონდეს სინათლის მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა და გითხრას რომ აი შუქი ჩააქრე და სიჩუმე მინდა, იმიტომ რომ ტკივა თავი და ეგეთი ადამიანი ვერ ივარჯიშებს, იმიტომ რომ ძალიან ეტკინება, თუმცა შესაძლებელია ეგეც. ეს ტკივილი როგორც წესი 4 საათიდან 72 საათამდე გრძელდება. ანუ 3 დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება არსებობდეს 3 დღე-ღამის განმავლობაში როგორც წესი თავისით გაივლის. დაძაბვის თავის ტკივილისგან იმითაც განსხვავდება, რომ დაძაბვის თავის ტკივილი შეიძლება ნახევარ საათში გავიდეს, შეიძლება რამდენიმე საათში გავიდეს, ზოგჯერ არის რომ 15 დღეც შეიძლება გაგრძელდეს. ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს იმას, რომ გააჩნია ადამიანს როგორი თავის ტკივილი აქვს, დაძაბვის თავის ტკივილი, როგორი ინტენსივობის აქვს და რის გამო აქვს, მაგრამ აი აქ 4-დან 72 საათამდე გრძელდება შაკიკის დროს, ანუ ეს არის კლასიკურად ასე. 30% ადამიანებისას, ვისაც აქვს შაკიკი, ანუ ყოველ მესამე შაკიკიანს აქვს აურა. აურა არის, როცა ადამიანს აქვს
მხედველობითი დარღვევები სანამ დაიწყება თავის ტკივილი, დაახლოებით 20-60 წუთით ადრე. შეიძლება კონდეს რაღაც ზიგზაგებს ხედავდეს თვალებში, შეიძლება ელვას ხედავდეს, შეიძლება ბრმა წერტილები იყოს, ან დაბუჟების შეგრძნება ქონდეს, ან შეიძლება საუბრის გაძნობა ქონდეს, ან მარტო მხედველობა, არა, სხვა სიმპტომები შეიძლება ქონდეს. ამას ეძახიან აურას. აურა არ ემართება ყველას, რომელსაც ვისაც შაკიკი ემართება, მხოლოდ 30% ემართება რეალურად. და ეს ვრცელდება ტალღისებურად კორტიკალურ დეპრესიას ეძახიან, გავრცობილ დეპრესიას, ანუ თავის ტვინზე მოკლედ განივრცობა ეს ტალღასავით, ეს დარღვევა, რომელიც იწვევს აი ამ დროებით შეფერხებებს მგრძნობელობისას და ამიტომ არის რომ სამ თავის ტკივილი დაიწყება, აურა ემართება ადამიანს, მე აურა გაივლის და მე თავის ტკივილი დაიწყება. ადამიანებს როდის ეწყებათ შაკიკი? ხშირად არის რომ შაბათ-კვირას ეწყებათ ხოლმე, იმიტომ რომ სტრესის დროს ხომ მობილიზებული ადამიანი კვირის განმავლობაში და შაბათ-კვირას სტრესი როცა სტრესული ჰორმონები დაეცემა, ეგ იწვევს სისხლძარღვების ტონუსის შეცვლას და ეგ იწვევს პროვოცირებას მე შაკიკისას, ამიტომ რომ შაბათ-კვირას შაკიკი უფრო ხშირად ემართებათ ხოლმე. დაკავშირებულია ასევე ძილის დარღვევებთან, იმიტომ რომ სეროტონინის რიტმთან არის დაკავშირებული შაკიკი, სეროტონის სისხლძარღვებზე მოქმედებს და იმიტომ ჰორმონული შაკიკი არსებობს კიდე, რომელიც ესტროგენების დაცემასთან არის დაკავშირებული, მაგალითად მენსტრუაციის წინ, მენსტრუაციასთან ასოცირებული შაკიკი ემართებათ ხოლმე ქალებს. და მენსტრუაცია თავის მხრივ პრობლემაა და კიდე ხა შაკიკი რომ ემატება, მე უფრო მეტად უჭირთ ხოლმე. ზოგჯერ არის როცა საკვებთან ან პირიქით როცა შიმშილობენ, მაშინ ემართებათ შაკიკი, ანუ დეჰიდრატაციის დროს, კოფეინს რომ მიიღებ და კოფეინი რომ გამოდის, წითელი ღვინის მიღების დროს, ყველის მიღების დროს, ეს ყველაფერი სეროტონინზე მოქმედებს და სეროტონინის მიმართ კიდე სისხლძარღვები არის მგრძნობიარე და ამის გამო შაკიკის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს. იგი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა სიმნათლემ, ძლიერმა ხმაურმა, მკვეთრმა სუნმა და ან ნებისმიერმა თავის ტვინის ზედმეტმა გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს. ძირითადად გენეტიკურია, ძირითადად დაკავშირებულია ხოლმე სამწვრთნელის გაღიზიანებასთან და სისხლძარღვების გაფართოებასთან. ეგ არის მთავარი აზრი, როგორც ვითარდება ხოლმე შაკიკი. შაკიკის დროს მკურნალობად მიიჩნევა, არასტეროიდები, ვისაც შველის, რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგჯერ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატები თუ ესეთი ის აქვს, ან უფრო რთულ შემთხვევაში ტრიპტანების დამატება, მაგალითად სუმატრიპტანი 50-დან 100 მგ-მდე მიიღება ხოლმე. და აი ეს როგორც წესი საკმარისი იმისთვის რომ შეჩერდეს შაკიკი. ასევე სასურველია რომ ადამიანი დაწვეს ბნელში, სიჩუმეში, დაისვენოს, იმიტომ რომ დაძინების მერე უმეტესად ადამიანები ხდებიან კარგად. ზოგჯერ საჭიროა პრევენციისთვის ნიშნავენ ხოლმე პროპრანოლოს, ბეტა ბლოკერს, ზოგჯერ ნიშნავენ ამიტრიპტილინს დაბალი დოზებით, მაგრამ ანტიქოლინერგული ეფექტი აქვს და ეს არის გასათვალისწინებელი. ზოგჯერ ტოპირამაც ნიშნავენ და ზოგჯერ CGRP-ს მონოკლონულ ანტისხეულებს, რომელიც ყოველთვიური ინექციებია იმის რომ არ განვითარდეს შაკიკი. და რეგულარული ძილი, ჰიდრატაცია, წყლის მიღება, ვარჯიშები, ეს მნიშვნელოვანია რომ შაკიკი ნაკლებად განვითარდეს. ასევე მნიშვნელოვანია რომ ტრიპტანები ყურადღებით ინიშნება იმ ადამიანებში, ვისაც გულის დაავადებები აქვს, ან ინსულტი ქონდა, ან გულის შეტევა ქონდა. ამიტომ ყურადღება მისაქცევია ყველა შემთხვევაში შაკიკი. მაგრამ უფრო ყურადღება მისაქცევია შემდეგი დაავადება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და რომელიც მართლა ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არის ანევრიზმა, თუ ანევრიზმა გასკდა თავის ტვინში. ანევრიზმა თუ გასკდა თავის ტვინში,
ეგ არის გადაუდებლად მნიშვნელოვანი. ეხლა რა ხდება? თავის ტვინში ერთ-ერთი არტერიის კედელი შეიძლება ნელ-ნელა დასუსტდეს და წლების განმავლობაში გამოიბეროს და დაემატოს გენეტიკა, მოწევა, მაღალი წნევა, ტურბულენტობა, წნევის დარღვევა, სისხლის დინების დარღვევა და ნელ-ნელა გათხელდეს სისხლძარღვის კედელი და გამოიბეროს და ბოლოს გასკდეს. ეს შეიძლება წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს ისე, რომ შენ ადამიანმა ვერაფერი ვერ გაიგო. ბევრ ადამიანს 100-დან თითქმის 5 ადამიანს ისედაც აქვს თავის ტვინში ესეთი გამომბერილობა, რომელიც არის პატარა, რომელიც არ არის საშიში და რომელიც ისე მოკვდება ეს ადამიანი, რომ ვერასდროს ვერ გაიგებს, რომ რამე ქონდა. არაფერი არ შეაწუხებს, უბრალოდ იქნება თავისთვის და არაფერი არ მოხდება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ანევრიზმა, ანუ ეს გამომბერილობა სისხლძარღვას კდება, სისხლი გამოდის იქიდან და ჩაიქცევა თავის ტვინში. სისხლი რო ჩაიქცევა თავის ტვინში არ გვაქვს სივრცე. ძალიან მცირე სივრცეა რეალურად და იქ მილიმეტრითაც კი წნევის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ტვინის გარსებს აღიზიანებს ძალიან. წამებში ხდება ეს ყველაფერი და საშინელი თავის ტკივილი იცი. საშინელი წარმოუდგენლად ძლიერი, რომელიც თავის მაქსიმუმ ინტენსივობას აღწევს 1 წუთში, 1 წუთის ფარგლებში. ანუ ულომოდ ძლიერი თავის ტკივილი იცის. ამით განსხვავდება სხვა ყველასგან. ანუ ისინი ნელ-ნელა იწყება და აქ ადამიანი იტყვის, რომ აი 1 წამში ისე მეტკინა თავი და საშინელი უბრალოდ თავის ტკივილი კი არა. ბევრს განუცდია ის, რომ მომენტალურად შეიძლება თავი ედგინოს გადაუაროს უცებ წამიერად. ეგ არა, ამაზე არა საუბარი. იმდენად ძლიერი თავის ტკივილია ეს, რომ ადამიანი იტყვის, რომ ყველაზე საშინელი თავის ტკივილი, რაც კი ოდესმე განმიცდია და ძალიან ძლიერია, მოკლედ ეს ვითარდება წამების განმავლობაში. მე ეს ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კისერი შეიძლება გაუშეშდეს, ორმაგად ხედავდეს, დაბნეული იყოს ადამიანი, შეიძლება გონება აერიოს, მერე გონება დაკარგოს, გული წავიდეს, კუნჩხა დაემართოს ან გულყრა დაემართოს. მოკლედ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, რაც თავის ტვინთან დაკავშირებით შეიძლება მოვიდეს ადამიანს, თუ თავის ტვინში ჩაექცა სისხლი. ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ზოგ შემთხვევაში იშვიათად, მაგრამ ხდება რომ თავიდან, ანუ სრულად არიხება ეს სისხლძარღვი და სისხლის ჟონავს ცოტ-ცოტათი და რამდენიმე დღით ადრე შეიძლება იყოს სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება იყოს ქონდეს ადამიანს თავის ტკივილი, ძლიერი უცაბედი თავის ტკივილი, რომელიც მერე გადავიდეს და მერე ამას რამდენიმე დღის მერე, ზოგჯერ რამდენიმე კვირის მერე მოყვეს ნამდვილი ანევრიზმის გახევა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამის ამოცნობა შეძლოს თუ აქვს ადამიანს ნებისმიერმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს რეალურად ანევრიზმის გასკტომა, შეიძლება იყოს მძიმე საწევა, დაიძაბოს ადამიანი, სექსმა, სიბრაზემ, წნევის აწევამ, ნებისმიერმა რამემ, რაც დაძაბულობას იწვევს, დაძაბულობა იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, სისხლძარღვების სპაზმი იწვევს წნევის აწევას, წნევის აწევა იწვევს ანევრიზმის გახეთქვას. ეგ არის მთავარი მექანიზმი. თუ ესეთ რამეს ან შეესწარით, ან ვინმეს დაემართა, არ უნდა გადაადო არც ერთ შემთხვევაში ეგრევე სასწრაფო გადაუდებლად უნდა წაიყვანო ადამიანი, ან სასწრაფო უნდა მოვიდეს. სხვა ვარიანტი არ არის, ადამიანი არ უნდა ეცავს, რომ თვითონ მივიდეს ჰოსპიტალში, არ უნდა დაჯდეს საჭესთან, იმიტომ რომ საჭესთან შეიძლება გული წავიდეს, გაითიშოს ადამიანი და ავარია გააკეთოს და იქ დაიღუპოს, ამიტომ და სხვაც დაუპოს. ეგეთი რამე არ უნდა ცადოს ადამიანმა. ამ დროს კეთდება არაკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც თითქმის 100% შემთხვევაში დაადგენს, განსაკუთრებით პირველი 6 საათის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია და დაადგენს სისხლშექცევა არის თუ არა და თუ კი მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფიაზე არ ჩანს, მაგრამ მაინც მაშინ ლუმბალური პუნქცია კეთდება და იქ ნახულობენ ხომ არ არის სისხლშექცევა, ან სისხლის ყვითლად შეღებილი ცერებროსპინალური სითხე სისხლის დაშლისგან.
ქსანტოქრომიას ეძახიან ამას. ასევე შემდეგ კეთდება ხოლმე MRI ანგიოგრაფია შესაძლებელია, ან CT ანგიოგრაფია, რითიც ზუსტად აღიწერება სად არის ეს ანევრიზმა და იმის საშუალებას იძლევა როგორ უნდა დავინახოთ ანევრიზმა, როგორ უნდა შევაკეთოთ შემდეგ და შეკეთება, რას ნიშნავს შეკეთება მკურნალობა, ქირურგიულია ძირითადად ან მიკროქირურგიული კლიპინგი, რითიც ხდება სისხლის ჩაკეტვა და სისხლის შეფერხება, ან ენდოვასკულარული კოილინგი, როცა გაჭედა სისხლძარღვს და სისხლდენას აჩერებენ. ხო, აუცილებელია ასევე ეგ არის აუცილებელი, იმდენ აუცილებელი, რომ ფატალური იქნება ეს შედეგი, თუ კი ადამიანმა არ გაიკეთა. ისედაც ძალიან მაღალი სიკვდილიანობა აქვს ანევრიზმის გახევას, ან ბევრი ადამიანი ამისგან გვხვდება და ამიტომ გადაუდებლად საჭიროა მოკლედ და აუცილებელია ჩარევა. ხშირად ოპერაცია მოკლედ და თუ კი მაგალითად ცერებროსპინალური სითხე არის ბლოკირებული სისხლით, მისი დრენირება ხდება ხოლმე. მოკლედ დამატებითი მკურნალობები არის აუცილებელი და მკურნალობის გარეშე 50% მეტი დაიღუპება ადამიანის პირველი 24 საათის განმავლობაში. ამიტომ გარდაულად მნიშვნელოვანია მკურნალობა და თუ კი და ვინც გადარჩება, იმათშიც ადამიანის ცხოვრებისეული პრობლემები ექნება დიდი ხნის განმავლობაში ბევრს. და თუ კი სწრაფად მოხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა, 60% ჩვეულებრივ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. ანუ 10-დან 6 ადამიანი. ამიტომ უმნიშვნელოვანესი ეს. ეხლა პრევენცია როგორ უნდა მოხდეს ანევრიზმის, როგორ? ერთი რომ სისხლის წნევის კონტროლი, წნევა აკონტროლო მუდმივად, მოწევას თავი დაანებო, ალკოჰოლს თავი დაანებო, სტიმულანტი პრეპარატების გამოყენების შემცირება, ან მოხსნა თუ სტიმულანტებს იღებს. მათ შორის თქვა ყავაც, თუ ძალიან ბევრ ყავას სვამს. ხო, სკრინინგი, თუ კი მაგალითად ადამიანს მის ნათესავს, ან ახლო ნათესავს გენეტიკურად თუ აქვს ანევრიზმა, მისმა ახლობლებმაც ჯობია რომ გაიკეთონ სკრინინგი MRI-ით, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, რადგან გენეტიკურად უფრო მეტი შანსია რომ ახლობელს ჰქონდეს ასევე ანევრიზმა. აი ეს იყო რითიც თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.